სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტე აღსდგა. ჩვენ დღეს ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, პოლიტიკურათაც როგორც მთელი მსოფლიო კაცმა რო თქვას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რაც დღეს ჩვენ ქართულებს გვეხება სულიერად. ანუ ჩვენს ეკლესიაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. წავიდა უფალთან ჩვენი საყვარელი პატრიარქი ილია და მისი ურთხევით, მისი სურვილი რაც იყო, ის აღსრულდა ღვთისნებით. დღეს გვაქვს ახალი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ღირსეული გადაცემა მოხდა სულიერი მემკვიდრეობის, რამე თუ პატრიარქის ნება იყო ეს და ღვთისნებას მე ვფიქრობ. მეორეს მხრივ, ბუნებრივია, რომ რაღაცა ცვლილებები იქნება და უპირველეს ყოვლისა იქნება ახალი ტიპის ბრძოლები მთელს ეკლესიაზე და შესაბამისად ჩვენზე. ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ როცა რაღაც სიახლე ხდება, ის სიახლე ახალ გამოწვევებს იღებს ნაყოფად, იმიტომ რომ სიახლე თუ კარგია, შესაბამისად ბრძოლებით შესაბამისი იქნება. ეს როგორც წესი, ოქროს წესია სულიერი ცხოვრების, როცა ადამიანი ცდილობს მეტად იღვაწოს, უფრო მეტი ჭრილობები ადგება ეშმაკისგან, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან. ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ეს არის სულიერი ბრძოლის წესი, კანონი, ეს არის მოცემულობა, რომელიც ყოველთვის არსებობდა, დაწყებული იქიდან, რომ თავად ქრისტეს შეიძულეს და მოკლეს და ჯვარს საცვეს. ამიტომ ჩვენ ამისათვის უნდა მზად ვიყოთ. მთავარი, რითაც თითოეული ადამიანი საქართველოში და ეკლესიაში გადარჩება, თვისება, რაც უნდა გქონდეს, რითაც გადარჩება ცალკეული ინდივიდი თუ სამრევლო თუ მთლიანად ეკლესიას ეხება და მთელს ეს ეხება, ეს არის ქრისტიანის უმთავრესი თვისება, რითაც ის განირჩევა ყველა სხვა ადამიანისაგან, ცნობდეს ქრისტეს. ოღონდ ცნობდეს ქრისტეს არა აბსტრაქტულად, სასკოლო თეოლოგიურად, რომ კი ღმერთი ადამიანად მოვიდა. არამედ ქრისტეს ცნობდეს მის ყოველ გამოვლინებაში, სადავლენს იგი საკუთარ თავს. უფალმა გითხრა, რომ მართალია იგი ამაღლდა ზეცად, მაგრამ მეორეს მხრივ მან იგი დაგვირდა, რომ ობლად არ დაგტოვებდა, მოგვივლინა სხვა ნუგეშინისმცემელი. ეს სხვა ნუგეშინისმცემელი ნიშნავს ზუსტად იგივე რანგის, ესე თუ სწორი იქნება, არც კი ვიცი, ჩვენს ხარდამჭერს ჩვენი ცხონებაში, როგორც თავად ზეღმერთია, ანუ სულიწმინდა ღმერთი, რომელიც ზეღმერთთან ერთად მამისთან ერთარსია და მესამე პიროვნება ყოვლადწმინდა სამებისა. ამიტომ სხვას ამბობს, იმიტომ რომ არ არის ზეღმერთი, არამედ სულიწმინდა ღმერთია. მაგრამ ნუგეშინისმცემელი ისეთ კონტექსტში ამბობს, თან ობლად არ დაგტოვებთ, რომ ზუსტად იგივეა, იმიტომ რომ იმ გაგებით, რომ იგივე ღმერთია, როგორც სრული ღმერთია ზეღმერთი, ასევე სრული ღმერთია სულიწმინდა ღმერთი, რომელიც ეკლესიაში ღიებს და ადამიანი თუ სწორად ცხოვრობს, გაფაქიზებული აქვს შინაგანი სამყარო, ერთგულებს ქრისტეს, საკუთარ გულში არის ღვთისას მადიდებელი, მაშინ სულიწმინდა ღმერთი მას უშუალოდ განსწავლის ჭეშმარიტებაში და ესეთი ადამიანი გზას არ აცდება. და გარდა ამისა, უფალმა თქვა, რომ თავად თქვა, რომ ახლა მე თქვენ თანავარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და მისტიკურად საიდუმლოებრივად, რა თქმა უნდა, ზეღმერთი ჩვენთან არის, თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეზიარებით და იგი შემოდის ჩვენში და ჩვენ მოუხმობთ მას ლოცვაში და იგი ასევე გვიშემოდის და მკვიდრდება ჩვენს გულში და ლამბობს კიდევაც თითოეული ადამიანის გულში და ამკვიდრდეს, რამე თუ ჩვენ ვიცით მისი სიტყვები, რომ იგი რეგს ყოველი ადამიანის გულთან, რომ ვიღაცამ მაინც ისმინოს და გაიგონოს. ამიტომ ჩვენ ესე იგი არ ვართ ესე მიტოვებულები, რა თქმა უნდა, და თავარი არის, რომ ჩვენ გვესმოდეს ზეღმერთის ხმა. თუ გვესმის ზეღმერთის ხმა, მაშინ გვესმის აუცილებლად სულიწმინდა ღმერთის ხმა, იმიტომ რომ როგორც უფალი ამბობს, მან ჩემგან მიიღოს და ის გითხრათ თქვენ, ანუ სულიწმინდა ღმერთი რამე სხვას კი არ გვეუბნება. სულიწმინდა ღმერთი ზუსტად იგივეს გვეუბნება, რაც ზეღმერთმა გითხრა, უფრო განგვიმარტავს, უფრო ჩაშლის თითოეულ თემას, გვასწავლის და უფალი ასე ამბობს, გიმეორებთ, მან ჩემგან მიიღოს და ყოველივე გითხრას თქვენ. და მე ამბობს, რომ ესე იგი ამბობს, რომ რასაც თავად ზეღმერთი გვეუბნება, ის მამის არის. ამიტომ რაც მამას აქვს, ის მე მაქვს. ანუ და საბოლოო ჯამში რაც მამას აქვს, ის აქვს ესა, ის აქვს სულიწმინდა ღმერთს, ეს ერთი ღმერთია და ამით უფალი გვეუბნება, გვასწავლის, რომ ადამიანურ ენაზე გვიხსნის, რომ ჩვენ განვისწავლებით მუდმივად
და შეუძლებელია რომ ადამიანი იყოს მარტო ღმერთმა მიატოვოს. აი გამორიცხულია რომ ადამიანი ღმერთმა მიატოვოს და გამორიცხულია რომ ადამიანმა რაღაც არ იცოდეს. ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ ვიცით რომ ჩვენი გული განუწმენდავია და ამიტომაც ვამბობ რომ ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი არის ის რომ მას ესმოდეს ღმერთის, იგი ხედავდეს ღმერთს როგორც გარეგან ცხოვრებაში, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენი ცხოვრებით გველაპარაკება, მთელი სამყარო ჩვენ წილ გადაშლილი წიგნია, ასევე იგი გველაპარაკება წმინდა წერილებით, ახალი აღთქმით და წმინდა მამათა თხზულებებით და რაც თავარია, იგი გველაპარაკება საიდუმლოებრივად, მისტიკურად, ანუ წმინდა ზიარებით და სიღრმისეული გონებისმიერი ლოცვით, ანუ ეს სამივე გარე სამყაროთი, წმინდა წიგნებით და საიდუმლოებრივად მისტიკურად ეს სამივე განგვსწავლის ჩვენ და სამივე თან ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს სამივე, რასაც ჩვენ განვიცდით, იგი სწორია და ნამდვილად ღვთის სიტყვა. აი ამის დეფიციტი რა დონეზეც იქნება, რასაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ცოტა ხანგრძლივად. ეს ამის დეფიციტი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ შეიძლება ეშმაკთან ბრძოლაში დავმარცხდეთ. ანუ ერთია რომ ბრძოლა იქნება გამძვინვარებული, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი მიზანმიმართულად ქრისტესაკენ მიისწრაფვის და განახლებული ძალებით, ახალი პატრიარქი, ახალგაზრდა პატრიარქი, ღვთის ნიჭებით დაჯილდოებული და პატრიარქი ილიასაგან დალოცვილი, რა თქმა უნდა, ახალი შემართებით, ახალი მგზნებარებით, ახალი შეუპოვრობით შეუდგება ეკლესიის მართვას, საჭადრაკობელობას, ესე იგი ხილული სახია ხო ჩვენი ეკლესიისა და ხილული სახია ასევე ღვთისა, ზის საყდარი ეს არის, იცით რომ ანგელოზთა პირველი ტრიადა სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარი. ანგელოზთა დასახელებაა ესა, რა თქმა უნდა, იცით და საყდარზე მჯდომარე ნიშნავს, ესე იგი ზეციური მეფის გარემოცვა. ანუ ზეციური მეფის ელიტარული ნაწილი შეიძლება ასე ითქვას, არისტოკრატის სწორედ ის არის მეფის გარემოცვა და საყდარზე მჯდომარე არის მეფის გარემოცვა, იმიტომ რომ ანგელოზთა დასის სახელწოდებაა საყდარი. და სწორედ აი ახალი შემართებით, ახალი მგზნებარებით იგი ეცდება რომ ჩვენმა ეკლესიამ გააგრძელოს გზა ქრისტესკენ, დადგეს ამ გზაზე მტკიცედ და რა თქმა უნდა ეს შესაბამისად ახალ ბრძოლებს გამოიწვევს. მაგრამ ერთია როცა ჩვენ გვებრძვის ეშმაკი და იარებს ვიღებთ იმიტომ რომ ქრისტეს გუმხურლად ვერ დგულებთ და მაშინ ეს იარები გმირობის იარებია და ჩვენ ამის არ გვეშინია, მაგრამ მეორეა, როდესაც იარებს ვიღებთ არა იმიტომ რომ უფალს ვერ დგულებთ. გვესმის უფლისა და უფალს ვერ დგულებთ. არამედ არ გვესმის და ჩვენებურად ვაკეთებთ. და მაშინ გინდა არ გინდა, ჩვენ სამწუხაროდ ვდგებით ბოროტის მხარეზე. გინდა შეგნებული მტერი იყავით და გინდა უგუნური მოყარე, როგორც ამბობენ, ეს მეორე უარესია და იწყებ მტრობას ეკლესიისა ქრისტეს სახელით, ისე რომ გონია რომ ეს არის ნება ღვთისა. რატომ? იმიტომ რომ თავარ თვისებას არ ატარებ შენ ქრისტიანისას. არ გესმის ქრისტეს ხმა. შესაბამისად არც სული წმინდა ღმერთის ხმა ვერ ხვდები მამის ნებას. აი ეს არის ყველაზე საშიში, რაც ჩვენ არ უნდა დაგვემართოს. ეს არის ყველაზე საშიში. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ძალიან ფრთხილად, რომ სწორედ ეს არ დაგვემართოს. თორე თუ ჩვენ ქრისტესთან ვიქნებით აი ისე იმგვარად, როგორც საჭიროა, ანუ მისი ნების გამომცნობი ვიქნებით, ანუ მისი ხმა გვესმის, გვეუბნება უფალი დღევანდელ სახარებაში, რომ მამა ჩემი, რომელმაც მომცნა იგინი, მამამ ჩვენ მიგვცნა ძეს. მამა უფრო ის ყოველთასა არის. ეხლა გასაგებია, რომ ეს ჩვენთვის დღეს უფრო გვესმის მამაძე და ერთია და მაშინდელ ქრისტიანებს მოდი ესე ვთქვათ, ან იუდეველებს არ ესმოდათ, რომ მამა და ძე ერთია. ამიტომ მეუბნება, რომ ვინც ჩემთან მოდის, ის მამის მოცემულია და მამა ხო უფროს ყველაზე, ანუ მამა ღმერთია, ხო? და არავის ხელეწიფების მიტაცებად მათთა ხელთაგან მამისა ჩემისა. მამა ღმერთს ვინ უნდა წაგლიჯოს, ვინმე ის ხო ყოვლის შემძლე შემოქმედია სამყაროს. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს ჩვენთვის არ არის თითქოს იმათვის იყო, რომ არ ესმოდათ, რომ ძე და მამა ერთი ღმერთია. მაგრამ ჩვენს გვაქვს ეს პრობლემა გარკვეულწილად, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვჭამთ ძე ღმერთის ხორცსა და სისხლს, ჩვენს ცნობიერებაში ვერ თავსდება, როგორ შეიძლება, რომ სამყაროს შემოქმედი
საიდუმლოებრივად, მაგრამ მაინც ვიზუალურად ამგვარი სახით ჩვენს მისტიკურ სიღრმეში შემოვიდეს. ხო გვესმის, როცა ჩვენ ვიღებთ ხორცსა და სისხლს, ის ღმერთი შემოდის ჩვენს მისტიკურ სიღრმეში, რასაც გულს უწოდებთ. და როგორ შეიძლება, რომ ესე იგი მე ღმერთი ესე მივიღო, მის სიტყვებს ვკითხულობდე წმინდა წერილში, მის სახელს ვახსენებდე, მის ნებას აღვასრულებდე და თან საქმე მქონდეს ყოვლის შემძლესთან და არაფერი არ მემუქრებოდეს, არაფრის არ მეშინოდეს. და ესეც უნდა მესმოდეს, რას ნიშნავს არ მემუქრებოდეს, რას ნიშნავს არ მეშინოდეს, ეგრაც გითხარით, რომ ვინც იბრძვის ქრისტეს ერთგულებისათვის, ის ბევრ ჭრილობას იღებს, ანუ აქ ჭრილობის მიუღებლობაზე კი არ არის საქმე, ჩვენი უძლებელობა სხვა რამეში უნდა ვლინდებოდეს, ჩვენს დაუმარცხებლობაში უნდა ვლინდებოდეს, მოწამეთა ღვაწლი გავიხსენოთ თუნდაც რა მოწამეები დამარცხდნენ, თუ გაიმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ისინი მოკლეს. ხო, ანუ ჩვენ უნდა სწორად გვესმოდეს ეს ყველაფერი. მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ ჩვენ გვჭირდება ეგ სიტყვები, რომ გავიაზროთ კარგად, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, როცა ქრისტიანები ვართ, როცა ქრისტეს ერთგულებით ცხოვრობთ, მამის ხელში ვიმყოფებით და არავის ძალუც, რომ მამას ხელიდან ვინმე რამე წაგლეჭავს. იგივე ზეღმერს თავისთავად ხადი, ანუ აქ ღმერთის ყოვლის შემძლეობაზეა საუბარი. ჩვენ ხშირად გვითქვავს, რომ უფლის იმპერატიული ნება განჟღავნებული მე მნებავ, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ ქრისტესი. ეს რა ყოვლის შემძლე სიტყვებია. მაგრამ ის არ იმუშავებს შენზე თუ შენ უფალს არ ვერდგულებ, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ მე მნებავს და გვეუბნება, რომ ვერავინ მომტაცებს ხელიდან, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. არც დაგაწავლებს, თუ შენ არ გინდა, არავინ ძალით თავისთან არ გამყოფებს. და ეოცა ამას ამბობს, მერე ამბობს იმად გასაგონად, რაც ჩვენ უკვე უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენ განცდის დონეზე არ ვიცით, თეორიულად ვიცით, მაგრამ იმათ პირდაპირ ეუბნება, მე და მამაი ჩემი ერთ ვართ. აი ეს სიტყვები, რომლის ატანაც არა აქვთ ხოლმე, როცა მსგავს რაღაცას ეუბნება იუდეველებს, ეგრევე ქვები აიღეს ურიათამად, რათამცა დაკრიბეს მას, ანუ ქვით უნდათ მოკლან. ეხლა შეიძლება ვიღაცამ ფიქროს, ეხლა ხო ასე არ არის, ასეა ზუსტად. იმიტომ რომ როდესაც ეკლესია ქრისტეს სახელით ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ ეკლესია ლაპარაკობს იგივე მამის სახელით, იმიტომ რომ მამა და ძე ერთია. და ეკლესია ქრისტეს სახელით ლაპარაკობს თავის არსობრივ სიტყვაში, რაც მისი სიტყვაა და არა თეოდორესი, არა რომელიღაცა მღვდლის ან ეპისკოპოსის. როდესაც პატრიარქი მეტყველებს და ამბობს ღვთის სიტყვას, ეს სიტყვა არის ქრისტეს სიტყვა, ეს იგივეა, რაც მამის სიტყვა. და სწორედ ამის ატანა არ აქვს ადამიანებს. არავინ არ ისმენს, რას ამბობს ეკლესია პატრიარქის პირით. ეკლესია მეტყველებს ამ შემთხვევაში. თითქოს როცა ადამიანი ხდება პატრიარქი, მისი პიროვნება, რა თქმა უნდა, თავის პიროვნული მოღვაწეობით ცხონდება, ეგ ერთია. მაგრამ მისი თანამდებობა საყდარზე ჯდომისა, ანუ ეს არის უფლის გარემოცვა, ხო? პირადი თითქოს აღარაფერი აქვს. ის მეტყველებს, ის მოქმედებს, ის ცხოვრობს როგორც ეკლესიის ხმა ამ შემთხვევაში. და რა თქმა უნდა, ეკლესია კრებსითია, არ შეიძლება რომ თქვა პატრიარქმა რაბე ისეთი თქვას, ეს ეკლესიას ეწინააღმდეგება. გასაგებია, ეს სწორია. ამიტომ ის პიროვნული პასუხისგებელიც არის თავის ქმედებებზე, თავისთავად ცხადია. მაგრამ ჩვენ ხო გონება გვაქვს და ჩვენ ხო ეკლესიური ცხოვრება გვაქვს და ჩვენში ხო საღვთო მადლია და როცა ჩვენ ხედავთ, რომ პატრიარქის ხმა არის ეკლესიის ხმა, რომელიც არის ღვთის ხმა, აი ამის ატანა არ აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც უღმერთოდ ცხოვრობს. ღმერთის სახელით თქვენ უნდა ილაპარაკოთ. დიახ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ღმერთის სახელით. ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. და პატრიარქი ამ სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტების გარეგანი მხარია. და როდესაც მისი ყოველი სიტყვა თანხვედრაშია ღვთის სიტყვასთან და შენ როცა აკრიტიკებ, მას უნდა იცოდე, რომ არ არის თანხვედრაში და თუ არის შენ ღვთის სიტყვა ვერ იტყვი, რომ ის თანხვედრაშია თუ არ არის თანხვედრაში. უნდა იცოდე ეკლესიის ისტორია, როგორ ავლენდა თავს ეკლესია 2000 წლის განმავლობაში. და როცა ეს ყველაფერი იცი და ჩანს, რომ პატრიარქი ზუსტად ისე მეტყველებს, როგორც უნდა მეტყველებდეს და როცა ის არის ეკლესიის ხმა, და როცა შენ მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებ, ეს ნიშნავს, რომ შენ მდგომარეობაში ხარ, აი, როცა ქვებს იღებენ და უნდათ რომ დაკრიბონ, უნდათ რომ მოკლან, უნდათ რომ გაანადგურონ, ეს ხდება ეხლა ზოგიერთ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, ძიმედ გამოვლინდება, უდნაყოფებსაც დადებს, მაგრამ ჩვენ ამის რა თქმა უნდა არ გვეშინია და ამ დროს უფალი ეკითხება მათ თავდაბლურად, რომ მრავალი საქმე კეთილი გიჩვენეთ თქვენ მამისა ჩემისა მიერ და რომელი მათგანის საქმისათვის ქვასა დამკრებთ. ანუ რატომ კლავთ მე? ხო სიკეთეს გიკეთებთ და აი აქ არის ეს სიტყვები საოცარი, მიუგეს ურიათა დარქვეს მას, კეთილი საქმისათვის ქვას არა დაკრებთ შენ,
არამედ გმობისთვის, რამე თუ კაცი ხარ შენ და გიყოფიას თავი შენი ღმერთ. არ უნდა ადამიანს, რომ ღმერთი ხელშესახებად გამოჩნდეს, იმიტომ რომ ღმერთი როგორც კი ხელშესახებად გამოჩნდება და როცა ის პირისპირ გამხელს, თავისი სიტყვით და თავისი მდგომარეობით გამხელს, რომ შენ არასწორად ცხოვრობ, ეს შენ არ გინდა და შესაბამისად გინდა რომ ის მოიცილო, როგორც იოანე ნათლისმცემელი, ხო, შეინარეთ, არ უნდა და მოიცილეს, უმაღლეს ზნეობასაც რო ქადაგებდეს მაგალითად. ან სწორ პატრიოტიზმს რო ქადაგებდეს მაგალითად. და როგორც ილია მართლის შემთხვევაში, რატომ მოკლეს? ის ხო არ იყო, თქვათ, არც სასულიერო პირი იყო, არც პატრიარქი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ის სწორად საუბრობდა პატრიოტიზმზე, სამშობლოს სიყვარულზე, ქართველობაზე და ამ ყველაფერს აკავშირებდა ქრისტიანობას, ირებად გარკვეულწილად არაპირდაპირ ღვთისმეტყველებდა, მოდი ესე ვთქვა. ხო და ვერ აიტანეს და მოკლეს, მერე პატრიარქი მოკლეს და ასე შემდეგ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს აუტანლობა გასაგებია დაცემულ ადამიანურ ბუნებას არ აქვს ატანა ჭეშმარიტებისა, რომელიც მას ამხილებს. ჭეშმარიტება სულ რომ დუმდეს, მაინც არ აქვს მისი ატანა. მით უმეტეს თუ მეტყველებს და თუ აქტიურია, მით უმეტეს არ აქვს მისი ატანა. ამიტომაც დიახას სწორეუნება არ უნდა რომ ღმერთი დაინახოს, არ უნდა რომ ღმერთში ხელი შეეხოს, არ უნდა რომ ღმერთი მის ცხოვრებაში შემოვიდეს, მის ოჯახში შემოვიდეს, მის გულში დაამკვიდრდეს, არ უნდა ეს. უბრალოდ იგი არის ბიბლიური კულტურის წარმომადგენელი, რომელიც გეუბნება, რომ ღმერთი არის ცოცხალი და პიროვნული, გონიერი და თავისუფალი არსება, არ ახარ არც აღმოსავლურში, არც ბუდიზმის კულტურაში იმყოფები, არც ინდუიზმის კულტურაში, რადგან ბიბლიური კულტურის წარმომადგენელი ხარ, შენ გწამს სიტყვიერად ცოცხალი ღმერთი და ბუდისტებს ცოცხალი ღმერთის იდეა საერთოდ არ აქვთ და ამ ხრივ თავისუფლები არიან. მათ არ აქვთ, მოდი ესე ვთქვა, ცუდად ჟღერს, მაგრამ პირადი კონტროლი. პასუხს არავის წინაშე არ აგებენ. რაღაცა ბედის წერა, და ეგ არის და ისიც გაურკვეველია ბოლომდე, ჩემი აზრით ის არის აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნე არსებობს, იმიტომ რომ მთავარ პასუხს არსებს კითხვას, რაც არის ეგზისტენციალური კითხვა, ადამიანი, ვინ ვარ მე? გეუბნება, რომ სრული ნიჰილიზმია, გეუბნება, შენ არაფერი ხარ, უნდა გარქრე. ცუდად მოიქცევი და მაინც ვერ იგზნობ თუ თქვათ, რომელიმე ცხოველში იცხოვრებ, იმიტომ რომ ის შენი პიროვნული მე არ არსებობს და ინდივიდუალური თვისებები რაღაცა გადავა ღორში მაგალითად ასე შემდეგ და შენ მაინც არ ახარ და თუ კარგად მოიქცევი, შედიხარ იმ სფეროში, სადაც პიროვნულობა საერთოდ არ არსებობს და მაინც ხრები და ეგეთი სოფხედელობა ათეისტურიც არის. 60-ს მოგიწყობ და მერე გაქრები და დამთავრდა. მაგრამ სადაც ბიბლიური კულტურა არის, იქ ახლა ვერსად ვერ გაიქცევა ადამიანი, მისთვის ურწმუნოშიც კი თუ ღმერთის რაღაცა ოდნავ რაღაცა ღმერთო მიშველე სიტყვის ცოცხალი ღმერთი წარმოუდგენია. მაგრამ იყოს თავისთვის ცოცხალი ღმერთი. თავისთვის. და ჩემ წინ იქნება, ჩემთან იქნება, აგერ მე დავინახავ მას, არ მინდა მისით გავკონტროლდე. აი ეს მომენტი არის და ამიტომაც სამყარო, რომელსაც ეს განწყობა აქვს, სულ ერთია, თქვათ, გარედან ერთვებოდნენ და აბაბის როგორი უნდა და რა უნდა. სულ ერთი არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ პატრიარქს დაუწყებდნენ ბრძოლას, რაც უფრო მეტ ხინს მოუნახავდნენ, უფრო მეტად დაუწყებდნენ სწორად. არ არსებობს მათთვის კარგი პატრიარქი ურწმუნოსათვის, არ არსებობს კარგი ეკლესია, არ არსებობს, ყველაფერი ცუდია და კარგს დაგარქმევს მაშინ თუ მის ჭკუაზე გაივლი, რასაც ის გეტყვის თუ იმას გააკეთებ. და რა თქმა უნდა, ესეთი რომ გარემო პირობებმა სრულად იმოქმედოს ორგანიზმს, ესეთი ორგანიზმი მკვდარია, ცოცხალი ორგანიზმი მკვდარი ორგანიზმისგან იმით განირჩევა, რომ გარე სამყარო მას ესეთერზე მოქმედებს, ვერც ტემპერატურა, ვერც მიკრობები და ასე შემდეგ, ის ცოცხალი რჩება და თავის ავტონომიურობას ინარჩუნებს. ეკლესია როცა ინარჩუნებს თავის ავტონომიურობას ამას სოფლის სულში, ამას სოფლის სულს ატანა არ აქვს ესეთი ეკლესიის. ამას სოფლის სურს რომ ეკლესიის ორგანიზმი თავში შეიწოვოს და გახწნას, როგორც მიწახრწნის გვამს, რომელიც მის წიაღში იდება. აი ეს სურს ამას სოფლის სულს. მაგრამ ეს არ მოხდება, იმიტომ არ მოხდება, რომ უფალმა გითხრა, რომ ის რომ დაბრუნდება, ცოტანე ვიქნებით სოფლიოში, მაგრამ მაინც ვიქნებით. და იმედია, რომ საქართველოს იმ ცოტათა რიგში შევა. აი ეს არის. და ამიტომ ესე არ უნდათ, რომ ღმერთი მათ თვალწინ იყოს და ამიტომ აპირებენ მის მოკლას. და უფალი როგორ თავდაბლობით ეუბნება, ნახეთ, უკვე თუ არა, აი თავდაბლობა ღმერთია, ხო?
სხვანაირად შეუძლია მათ გააგებინოს, ხო, რომელიც სტიქიებს აწყნარებს და 4 დღის გახსნილ მიცვალებულს აცოცხლებს და ასე შემდეგ, ხო, როცა მას შეუძლია რომ მკვლელებს მოსაკლავად რომ შემოესევიან და მათში გაივლის და წავა, ვერაფერს ვერ გახდებიან, ანუ ძალმოსილების ფაქის გამოვლენებებში ვხედავთ, როცა ის მთელ სავაჭრო ბიზნეს უკაცრავად საქმიანობას გაუნადგურებს, სახრეს აიღებს და დაცვაც იყო ყველაფერი, მაგრამ ვერაფერი ვერ გაბედა, ანუ როცა მის დასაპატიმრებლად მოვლენ და ის ვისაძებთო და მე ვარო და დაემხობიან, გახსოვთ ხო და მე ვარო კაცო, თითქოს თვითონ დაგეგმა თავის დაპატიმრება, ისინი გაუშვით, მე დამიჭირეთ, აი რაღაც ესეთი რამე იყო, ხო? ვერც ამას იჭერეთ, დაემხობიან, ხო? და იმათი დაჭერა უნდათ, მაგრამ ისინი გაუშვით, მე დამიჭირეთ, ადგებიან, დაიჭერენ, იმათ გააშვებინებს, ანუ იმის თქვა მინდა რომ ის თავის ძალმოსილებას პერიოდულად ავლენს, მაგრამ ძალიან ფაქიზად, რომ ჩვენი თავისუფლება არ შეზღუდოს და როგორ იმდაბლებს კიდევ ერთხელ თავს ეუბნება, უკეთ თუ არა ვიქვ საქმესა მამისა ჩემისა, ნუ გწამ ჩემ. უკეთ თუ ვიქვ რაღაცა თუ ჩემი არ გწამ, საქმენი გწმენით, ანუ საქმეებით მაინც მირწმუნეთ. მე ხო მამის საქმეებს ვაკეთებ, რომელსაც ვერავინ ვერ აკეთებს. ამას ხო ღმერთის გარეშე, რასაც მე ვაკეთებ, ხო ვერავინ გააკეთებს. აქედან გამომდინარე მაინც მირწმუნეთ, რათა სცნა და უწყოდეთ რამე თუ მამა ჩემთან არის და მე მამისათან. აი ესე თითქოს ეხვეწება. მაგრამ ვერ იგებენ, ვისაც, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ღმერთი რო ჩემთან არ იყოს, ეს ჩემი არჩევანი. გესმით რა შეასაბამება? მე რო არ მინდა ღმერთი, ეს არის ჩემი არჩევანი. და როცა ეს ჩემი არჩევანია, ამას შედეგად იცით რა მოყვება, ვერ ვიგებ რა ხდება. წირვას ვერ ვიგებ და წირვა მეგონოს აი ჩავიცვი, იქ რაღაც ასეცხვირი ვაქნიე, ასამაღლებელი ვთქვი, თქვათ რაღაცა ვიღაცას ღვთის სიტყვა მე უკადაგე. შეიძლება მეგონოს ეს არის წირვა, ეს არ არის წირვა. წირვა ეს არის დეტერმინირებული სამყაროს ესე გაწევა გვერდზე მთლიანად, თითქოს ეს იგლიჯება ეს სამყარო და შენ ღმერთის პირისპირ აღმოჩნდები. შენ მისტიკურ სიღრმეში პირდაპირ ქრისტეზე ხდები კონცენტრირებული, გესმით? პირდაპირ ღმერთთან კავშირის შესაძლებლობა გეძლევა წირვის დროს. ეს ყველაფერი გარეგანი, მე ასე ხარისხოვანი, ამას თავისი როლი აქვს, ეს შესამოსელია, როგორც ადამიანს ჭირდება შესამოსელი, წირვასაც ჭირდება შესამოსელი. ამ შესამოსელს 2000 წლოვანი კვალი ატყვია კულტურების, ტრადიციების და ასე შემდეგ და არის მშვენიერი ლამაზი კი ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი სხვა რამეა და როცა იმ თავარს ვერ ხედავს ადამიანი, ხარისხი არ გიფარავს. არ გიცავს ამისგან. ხარისხი არ არის პრევენციული ზომა, რომ შენ ესე იგი დასული იქნა. ამას ჭირდება შენი პიროვნული გარღვევა, პიროვნული ღვაწლი ჭირდება, რომ შენ აი ამ გარეგნულ შეფუთულობაში ცოცხალი ქრისტე დაინახო. გესმით რა შეასაბამება? როცა ეს არ არის, მაშინ ადვილად წამოგაგებს ანკეს ეშმაკი და ასე დროს შენ მართლაც არ გინდა ცოცხალი ღმერთი. არ გინდა, რა გინდა რომ შენ ნებაზე იცხობ. ამიტომ როცა საქმეზე მიდგება, ხდები უარმყოფელი. ეკლესიისა, ქრისტესი და ღვთისნებას ვერ ხედავ და არ გესმის ღვთის ხმა. არადა მნიშვნელოვანი ეს არის, როგორც უფალი გვეუბნებოდა დღეს, ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისა ისმინიან და მე ვიცნობ მათ. ვიცნი იგინი, ანუ ვინ არის ცხოვარი? ცხოვარი მორჩილი ცხოველის სიმბოლოა. სიმბოლო მორჩილებისა და ქრისტიანისა. ცხოვართა ჩემი ხმისა ისმინიან. აი როგორც ყემსის ხმა რო ესმის ცხოვარს საქონელს, ხო? ანუ ცნობს ხმას. ანუ მე ვცნობდე უნდა, აი უამრავი გულის სიტყვა შემოდის, მე უნდა ვცნობდე უამრავი რამ ხდება, აი აქ ღვთისნება, აი აქ ღვთისნება, აი აქ ეს ღვთისნება, ეს არ არის ღვთისნება, აი ეს არის მნიშვნელოვანი ქრისტიანში. და მე ვიცნობ მათ. პიროვნული კავშირის შემდგარია. და მომდევდნენ მე, ანუ ჩვენ მივყებით, შედგომილად ქრისტესა მივყებით. და მე ცხოვრება საუკუნო მივცე მათ, ანუ მათში მარადიული სიცოცხლე იწყება. ანუ მარადიული, ანუ რას ნიშნავს მარადიული, ხშირად მithქვავს, სხვა სიცოცხლე, რომლის გამოცდილება ამ სამყაროში არ არსებობს. მარადიული სიცოცხლე არ არის დღეს, ხვალზე, 1000 მილიონი, მილიარდი წელი, არა, სხვა მდგომარეობა და იმ მდგომარეობის გამცდელი ხდება ადამიანი უკვე შიგნით, თავის გულში და არა წარწყდნენ უკუნისამდე. ანუ ის მარადისობაში არ დაიკარგებიან, რას ნიშნავს არა წარწყდნენ უკუნისამდე, ჩემთან იქნებიან ისინი, ჩემთან. და არავინ მიმტაცნეს იგი ხელთაგა ჩემთან და ვერავინ შეძლებს, რომ ჩემი ხელიდან წამგლიჯოს ისინი. გესმით? ამას ძე ღმერთი ამბობს. აი ეს მდგომარეობაა ქრისტიანს და თუ ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში ამ მდგომარეობას მოვიპოვებთ საქართველოში, საქართველო გაბწყინდება აბა რა იქნება. და ჩვენ გვინდა რომ ასე მოხდეს, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ახლობლებისთვის, თქვენთვის. ღმერთმა უკნას, რომ აი სასუფეველოში რომ გადავალთ თავის დროზე, რომელიმე ჩვენგან, რომელსაც გხედავთ,
რომელსაც ვერ გხედავთ, ვინც ხართ აქ და თელს ეკლესიაში და ღმერთთან უკრავს, რომ რომელიმე მოვიკითხოთ და არ იყოს იქ. ყველანი უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია ჩვენზე, იმიტომ რომ ღვთის სიტყვა ეს არის. არავინ მიმტაცნეს იგინი ხელთაგან ჩემთა. ეს არის იმპერატიული ყოვლის შემძლე სამყაროს შემოქმედის ნება. თუ ჩვენ დავიკარგებით, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.